ის, რაზეც თითქმის არავინ არ საუბრობს. ფსილიუმი მარტო საჭმლის მონელებას არ უწყობს ხელს, მაგრამ ის ყველასთვის არ გამოდგება. მოდი ერთად გავარკვიოთ. ფსილიუმი ეს არის უჯრედისის ბუნებრივი წყარო, რომელიც მიიღება მრავალძარღვას თესლისგან. ის წყალში ხსნადი ბოჭკოა, რომელსაც ორგანიზმში მოხდრის შემდეგ აქვს გელის ეფექტი და აუმჯობესებს ნაწლავის მოქმედებას. ის კარგია არა მარტო შეკრულობისთვის, არამედ ის არის ნაწლავის კარგი გამწმენდი და აბალანსებს სისხლში შაქრის დონეს. ფსილიუმი არის პრობიოტიკი, რაც კვებავს ნაწლავის მიკრობიომს, რამაც შეიძლება სიმსუქნის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. ის ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას და არეგულირებს სისხლის წნევას. ყურადღება, თუ ფსილიუმს არასწორად მიიღებ, ამან შესაძლოა გამოიწვიოს შებერილობა, გაზების დაგროვება, ან თუნდაც ნაწლავური პრობლემები. არასდროს მიიღო მშრალად, ყოველთვის დალიე საკმარისი წყალი, იმისათვის რომ ნაწლავებში პრობლემა არ შეგიქმნას. ზედმეტმა დოზამ შეიძლება შეანელოს მონელება, ან პირიქით გაუარესოს მონელება. არ მიიღო წამლებთან ერთად. ფსილიუმმა შეიძლება შეაფერხოს მედიკამენტების შეწოვა. ამიტომ უმჯობესია თუ მას მედიკამენტების მიღებამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ მიიღებ. როგორ მივიღოთ ფსილიუმი სწორად? 1 ჩაის კოვზი დაახლოებით 5 გრამი ფსილიუმი გახსენი 250 ან 300 მილილიტრ წყალში, ან სხვა სითხეში, მაგალითად მცენარეულ რძეში. მაშინვე დალიე, რადგან სწრაფად სქელდება. 5-10 წუთის შემდეგ კი დალიე დამატებით მინიმუმ 1 ჭიქა წყალი. იყენებ ფსილიუმს. ან გაქვს ამის გამოცდილება? დაწერე კომენტარებში. და არ დაგავიწყდეს ჩემი გვერდის გამოწერა. მეტი მსგავსი ინფორმაციისთვის.